შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს, რომ ყველაფერი იცის ჯონ ლენონის შესახებ, თუმცა ეს ასე არ არის. ერთ-ერთზე ჯონი და იოკო. დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ საკულტო მუსიკოსის და მისი ნამუშევრების მიმართ სრულიად ახალი ხედვა წარმოაჩინა და აღმოაჩინა მასალები, რაც აქამდე ყველასთვის უცნობი იყო. Ამ ფილმიდან თქვენ ჯონისა და იოკოს შესახებ აქამდე ისედაც ცნობილ ფაქტებს თავიდან კი არ გაიგებთ, არამედ მათთან ერთად იმოგზაურებთ. მათ მიერ სამოყვარულო კამერით გადაღებულ პატარა ფილმებს ნახავთ. მათ ხასიათებსა და პიროვნებებს უფრო ახლოდან გაიცნობთ და ემოციურად ძალიან დაუახლოვდებით. აქ ზუსტად ის პერიოდია აღწერილი, როცა ჯონის და ბითლზების გზები გაიყო. პერიოდი, როცა ლენონი თავის თავს უამრავ კითხვას უსვამდა. თუ ვინ იყო ის, ვინ უნდა რომ გამხდარიყო. როგორ უნდა დახმარებოდა სამყაროს და ასე შემდეგ. რეჟისორს ძალიან დაეხმარა შონ ონო ლენონი, რომელმაც 1972 წელს ნიუ-იორკში ჩატარებული კონცერტის აღდგენა შეძლო. ლენონის ოჯახმა ასევე აღადგინა მუსიკოსის 1972 წლის სატელეფონო ჩანაწერები. აქამდე სხვა სელებრიტებთანაც მიმუშავია და დამერწმუნეთ მათზე დოკუმენტური ფილმების გადაღება არც ისე მარტივია, რადგან ისინი ხშირად ერევიან რეჟისორის საქმეში და შემოქმედებით თავისუფლებას არ გვაძლევენ. ლენონისა და ონოს ფილმთან დაკავშირებით კი ყველაფერი განსხვავებულად იყო. ძალიან მარტივად გადავიხებ, რადგან შონ ონო ლენონმა დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მოგვცა. მე მას ვუთხარი, რომ რაღაც გიჟურის გაკეთება მსურდა. არა ისეთი ფილმი, სადაც ერთი მთხრობელი იქნებოდა და მოყვებოდა ისტორიას. არამედ მხოლოდ იმ კადრებითა და ვიდეოებით გადმოვცემდით სათქმელს, რაც არქივში მოგვეპოვებოდა. მას ეს იდეა ძალიან მოეწონა და ფილმის დასრულებამდე არავითარი ცვლილება არ შემოუტანია. დოკუმენტურ ფილმს ერთ-ერთზე ჯონი და იოკო მაყურებელი კინოთეატრებში 11 აპრილიდან იხილავს. How would you like to be remembered? Just as two lovers.